მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში, ჩვენ ვართ ბათუმში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სადაც ახლა იმზადებიან სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები, რომ გააკეთონ ერთობლივი განცხადება, ეს მათი ერთობლივი ბრიფინგია 2 აგვისტოს საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, როგორც იცით, 2 აგვისტოს ბათუმში გაიმართება ევროპული მარში, რომლის მთავარი გზავნილი იქნება ის, რომ მოქალაქეები უცხადებენ ბოიკოტს, თვითმმართველობის არჩევნებს და ითხოვენ დემოკრატიულ არჩევნებს, რაც იყო თავდაპირველი მოთხოვნა ამ საპროტესტო აქციების, პროევროპული აქციების, რომ ჩადარდეს არჩევნები დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში და არა რუსულ სპეცოპერაციას, ასეთი არის ლექტორების და სტუდენტების განაცხადის ხაზგასმაც. ეს არის ლექტორების სტუდენტების ნაწილი, რომელიც ახლა დგანან ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესასვლელთან და ისინი აკეთებენ ერთობლივ განცხადებას, რაც მოусმინოთ ლალიანთიძეს, რომელიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორია. სახელით ვით ჩექსავით ფიქრობს. მინდა რომ მოგიწოდოთ 2 აგვისტოს საღამოს 8 საათზე იმართება მსვლელობა ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებიდან და როგორც უკვე მოგეხსენებათ, ეს მსვლელობა ეძღვნება საქართველოში სამართლიანი არჩევნების მოთხოვნას და იმ პოლიტპარტნიორების განთავისუფლებას, რომლის პრობლემებიც დღეს თითოეული ჩვენგანის პრობლემა არის და მე მინდა აქვე სოლიდარობა გამოუცხადო იმ დედებს, ვისი შვილებიც დღეს ფაქტობრივად დემონსტრაციული შეწირვის საგნები არიან. მინდა რომ მოგიწოდოთ ყველამ გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანაში გქონდეს განათლება, ის განათლება, რომელიც სწორედ ევროპული სტანდარტების შესატყვისი იქნება. მოგიწოდოთ, რომ ჩვენ უნდა მოვითხოვოთ სამართლიანი არჩევნები და ჩვენ უნდა მოვითხოვოთ სამართლიანი სასამართლოს უფლება. დამერწმუნეთ, რომ ამ სამი რაღაცის შესახებ შეუძლებელია სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება. ამიტომ ეს არ არის რაღაც გარკვეული ჯგუფების მისია და გარკვეული პატარა ჯგუფების დანიშნულება. ეს არის ის, რაც აბსოლუტურად უცვლელი ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანს უნდა უნდოდეს. მოგესალმებით, ჩვენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და მათ შორის ბესელ სტუდენტები ვერთდებით 2 აგვისტოს ცენტრალურ კოლონადებთან დაგეგმილ დაანონსებულ აქციას და ამით ვამტკიცებთ კიდევ ერთხელ, რომ ბოიკოტს უცხადებთ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს და ვაცხადებთ მისაობას, რომ ბრძოლა გავაგრძელოთ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და იქამდე ვიბრძოლოთ, სანამ არ დამარცხდება ეს დიქტატურა, რომელიც გვაიძულებს ყოველდღურად გარეთ ვიდგეთ და სამწუხაროდ თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, რომლებიც გამოკეტილი არიან უკანონოდ ციხეში. ეს ყოლარა ქარციოზე მანამდე ისაუბრა ლალიანთიძემ და ეს არის თქვენ თვალსაჩინებთ ერთობლივ განცხადებას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან უსმენთ ლარა ქარციოაძეს, სტუდენტს, ასევე ლალიანთიძეს, რომელიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია, ფილოსოფოსი. ისინი საუბრობდნენ იმ სტუდენტების და ლექტორების სახით, რომლებიც აპირებენ, რომ შეუერთდნენ 2 აგვისტოს საპროტესტო აქციას, საპროტესტო მსვლელობას ბათუმში. ეს მარში, ევროპული მარში ბათუმში დაიწყება ცენტრალური პარკის კოლონადებიდან საღამოს 8 საათიდან და ამ საპროტესტო ევროპული მარშის მთავარი გზავნილი იქნება ის, რომ მოქალაქეები უცხადებენ პროტესტ თვითმმართველობის არჩევნებს, ბოიკოტს უცხადებენ და ასევე უწოდებენ სპეცოპერაციას იმ არჩევნებს, რომელიც ჩატარდება ქართული ოცნების რეჟიმის პირობებში. როდესაც მოყავს ანდრეი პოლიტიკა, როდესაც პარტიის ლიდერების აბსოლუტური უმრავლესობა ციხეშია. როდესაც ერთ-ერთი წამყვანი კრიტიკული მედიის მენეჯერი ალბატონი ზიამაღლობელი ციხეშია. როდესაც ქვეყანას საარჩევნო ლეგიტიმაცია პრაქტიკულად ნულამდე აქვს დაშული, მაშინ როდესაც წინა არჩევნები, რომელიც მსოფლიოს არც ერთმა ცივილიზებულმა ქვეყანამ, დემოკრატიულმა სახელმწიფომ, დემოკრატიულმა ინსტიტუტმა არ აიარა, როგორც დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები, უბრალოდ სახლში ჯდომა, გულგრილობა არის დანაშაულის ტოლფასი. მეც მოუწოდებ იმას, ვისთვისაც
ჩემი პატრიოტანი სიტყვა რაღაცას ნიშნავს, რომ 2 აგვისტოს გამოვიდეთ და შევუერთდეთ საერთო მარშს, რომელიც მიმართული იქნება პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მომავლისათვის, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის. მე მიმაჩნია, რომ ამ რეჟიმის პირობებში, ამ ცესკოს პირობებში არც ერთი არჩევნები ადგილობრივი იქნებოდეს საპარლამენტო, არანაირი აზრი არ აქვს. საჭიროა შეიქმნას დროებითი საარჩევნო ადმინისტრაცია, ეგრეთ წოდებული ცესკო, რომელიც იქნება პოლიტიკური პარტიებით, არასამთავრობო ორგანიზაციებით, ცალკეული ავტორიტეტული სანდო ადამიანებით დაკომპლექტებული, სანამ არ იქნება ნორმალური საარჩევნო კოდექსი, მანამდე აზრი არ აქვს არც ერთი არჩევნებში მონაწილეობას და მე მითხრის იმ პარტიებისა, რომლებიც იძახიან, რომ თბილის გამოგლედნენ, ბათუმის გამოგლედნენ. ამ პირობებში მე ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ ვერაფერსაც ვერ გამოგლედნენ და უბრალოდ ლეგიტიმაციას კი არ მოახდენენ, მაგრამ ერთხელ კიდევ სახელმწიფო მედიას ეკნება სალაპარაკო ზედმეტი თითქოს აღიარებას ვახდენთ, როდესაც მონაწილეობთ ჩვენ იმ არჩევნებში. უბრალოდ ჩვენ არ მონაწილეობთ, მაგრამ ის მონაწილეობს სიმართლე ლაპარაკობს. მადლობა, ეს ოთარ ცეცხლაძე იყო, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. თქვენს რო გითხრათ, თქვენი მთავარი გზავნილი, თქვენ აქ ასწავლით ან რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში? აჭარაში მოქმედი ევროპის უნივერსიტეტში. კი ბატონო. თქვენ რა საფრთხეს ხედავთ ამ არჩევნებში მონაწილეობით? ხო, ვინც მონაწილეობს ამ არჩევნებში, ამბობს, რომ ეს არის შეიძლება იყოს ერთ-ერთი საშუალება, რომ დაამორჩხონ ივანიშვილის პოლიტიკური რეჟიმი და თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ ეს იქნება საშუალება იმისა, რომ გამოვლონ სიყალბე, რომ არჩევნებს აყალბებს ივანიშვილის რეჟიმი. 2016 წლიდან არც ერთი არჩევნები დემოკრატიულ გარემოში არ ჩაუტარებია ბიზინა ივანიშვილს. ეს არჩევნები ჩვენ ხომ გვაქვს მაგის გამოცდილება, რომ 20-20-ის არჩევნები, 20-24-ის არჩევნები და დარღვევები ჩატარდა და საერთაშორისო საზოგადოებამ, დამკვირვებელმა მისიებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ ეს არჩევნები იყო გაყალბებული და რაც უნდათ იმას დაიწერენ, არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს, თუ არ შეიცვალა საარჩევნო გარემო და იმ გარემოებიდან გამომდინარე, როცა ამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია, საერთაშორისო დამკვირვებლები და ასე შემდეგ 20-24-ის არჩევნებში ღებულობდნენ მონაწილეობას და აქტივდებოდნენ საარჩევნო პროცესს, მაშინ თუ ვერაფერს ვერ გავხდით, ეხლა ფაქტიურად სადამკვირვებლო მისიები არ არიან და ხელისუფლებას კიდევ ერთი ბერკეტი აქვს იმისთვის, რომ აღიაროს თავისი თავი. მაგრამ მეორე სხვა არის ერთგვარი საყვედური მოსაზრებაც მათ შორის საზოგადოებაში, რომ არის რაღაც კონკრეტული გეგმა, თუ როგორ შეიძლება ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდეს, თუ ეს არაფერს არ თხოვს, მის ხელში ეძალა უკვე, მის ხელში პოლიცია, სასამართლო. თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცესის განვითარებას? არც ერთი რეჟიმი არჩევნებით არ შეცვალა. ესიც რეჟიმი, ანუ ხალხმრავლობა უნდა გამოვიდეს გარკვეული საზოგადოების ის ნაწილი, ვინც არ ეთანხმება და ვინც ფიქრობს, რომ ამ ქვეყნის ორიენტირი არის ევროპა და არა რუსეთი. აი, ეს მშვიდობიანი პროტესტი შესაძლებელია ვაიძულოთ ხელისუფლებამ დათმოს და როცა საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით დაინიშნება არჩევნები, მაშინ შესაძლებელი იქნება, თორემ ამ პირობებში ფიქრობ არანაირი შანსი არ აქვს ოპოზიციას და ერთხელ კიდე გამომეორდები, რომ 20-20 არჩევნები გაგვიყალბა, 20-20 არჩევნები გაგვიყალბა და დღემდე ამტკიცებს ხელისუფლება, რომ ეს არჩევნები არ გაყალბებულა, მაგრამ ფაქტები, უამრავი ფაქტი არსებობს. მე თვითონ ვიყავი საარჩევნო უბანზე, არაერთხელ და არაერთი დარღვევის მომსწრე ვარ და როგორ შეიძლება აი ამ პირობებში შეხვდა ხელისუფლება. თქვენი სახელმწიფო შემოხსენეთ ჯუმბერ შაინიც, მადლობა ბატონო ჯუმბერ. კომისიამ განცხადებას, რომ ახლა გაკეთებდნენ სტუდენტების და ლექტორმასწავლებლების ნაწილი. მოგესალმებით, თქვენც მინდა რომ გაგესაუბროთ. მოდი გითხარით, თქვენი მთავარი გზავნილი რა საფრთხეს ხედავთ თქვენ ამ არჩევნებში, რომელიცაც გეგმავს ქართული ოცნების რეჟიმი 4 ოქტომბერს? პირველ რიგში არის იმის დაკარგვის შესაძლებლობა, თუ ამ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას პარტიები, მაშინ გამოდის, რომ ამდენი ხანი იმისთვის რომ ვიბრძოდით, რომ ეს ხელისუფლება ევროპას არალეგიტიმურად ეცნო და არჩევნების შემდგომ ჩვენი მტკიცებულებებით რომ მოახერხეთ იმდენი, რომ საუდიის დასკვნით ხელისუფლება არალეგიტიმურად იცნო, ამ ყველაფერს კარგავს და ვაღიარებთ მათ ხელისუფლებას და იმის ფონზე, რომ ამდენი ადამიანი არის დაკავებული, მსგავსი დათმობის, გარიგების მსგავსი
დაბიჯების გადამო მგონია, რომ ძალიან დიდი უსამართლობაა პირველ რიგში პატიმრების წინაშე და მათ შორის იმ ადამიანების წინაშე, ვინც ძალიან ხანია უწყვეტად იბრძვიან რუსთავაზე. რატომ არის მნიშვნელოვანი ევროპულ მარშში მონაწილეობა, რომელიც აგმილია ბათუმში 2 აგვისტოს საღამოს 8 საათიდან? იმიტომ რომ ეს ადამიანები, ვინც არჩევნებში მონაწილეობას გეგმავენ, აუცილებლად აკვირდებიან იმასაც, თავიანთი ამომრჩეველი რა აზრზეა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ამომრჩეველმა პირდაპირ უთხრას ამ პარტიებს რა უნდა რეალურად და აჩვენოს დანარჩენ საზოგადოებასაც და არალეგიტიმურ ხელისუფლებასაც, სად გადის ბრძოლის ხაზი და რა მეთოდებით უნდა ებრძოლო იმ რეჟიმს, რომელიც ანადგურად ყველაფერს გარშემო და რომელიც არალეგიტიმურად ზის დღეს პარლამენტში. მადლობა, თქვენი სახელმწიფოარი? რომელი უნივერსიტეტი? ილიანოვი, მადლობა. ასეთია სტუდენტების და ელექტრომასწავლებლების ნაწილის განწყობა, რომელსაც თქვენ ახლა უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ მდებარე სკვერია შადრევანთან გააკეთეს განცხადება სტუდენტებმა და ლექტორებმა, რომ ისინი უერთდებიან ევროპულ მარშს ბათუმში, რომელიც გაიმართება 2 აგვისტოს ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებთან შეიკრიბებიან მოქალაქეები საღამოს 8 საათიდან, მანამდე კი ასევე მზიამაღლობელის მხარდასაჭერად შეიკრიბებიან მოქალაქეები ხვალ ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან დღის პირველ საათზე, როცა დასაკვირვების ხდომა გაიმართება. ეს დასაკვირვების სასამართლოს ხდომა იქნება მზიამაღლობელის საქმეზე ჟურნალისტია და მედია გამოცემა ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი. ის რჩება უკანონო პატიმრობაში თითქმის 7 თვეა და შეიძლება ამ საქმეზე ხვალ განაჩენიც კი გამოაცხადოს მოსამართლემ. ყოველ შემთხვევაში დასაკვირვების სიტყვის მოსმენის შემდეგ უკვე მოსამართლეს აქვს ამის უფლება, რომ გამოაცხადოს განაჩენიც ან გადადოს განაჩენის გამოცხადება. ასეთი იყო ჩვენი პირდაპირი ჩართვა ამ დროისთვის. ეს ბათუმელების პირდაპირი ჩართვა გახდა. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია ბათუმელების ვებგვერდებზე. ნახეთ ჩვენი ვებგვერდები ბათუმელები.g და netgazeti.g. მადლობა ყურადღებისთვის. დროებით.